მუშაობ 46 წლის განმავლობაში. ძირითადად წლების განმავლობაში მუშაობ ჰაერის, ატმოსფერული ჰაერის ლაბორატორიაში. მიმუშავია ნიადაგის ლაბორატორიაშიც. ბევრ ექსტრემალურ სიტუაციაში მაქვს მიღებული მონაწილეობა. ჩერნობილის აფეთქების დროს. ამ წლების განმავლობაში კიდევ ბევრი ახალგაზრდა სტუდენტები მიგვიღია სტაჟიორები და ვცდილობ რომ ყველას ჩემი გამოცდილება მივაწოდო, ჩვენს ცოდნას უზიარებთ და ბევრ პროექტებსაც აკეთებ სხვათა შორის. ამ ოთახში სრულდება ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნილების განსაზღვრა, ასევე ჟანგბადის განსაზღვრა. ჟანგბადი ძალიან მნიშვნელოვანი გაზია. თუ მდინარეში ჟანგბადი არ არის, მაშინ ცოცხალი ორგანიზმების არსებობა იქ წარმოუდგენელია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიები განთავსებულია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს ეტაპობრივად ლაბორატორიების გადაიარაღება და აღჭურვა მაღალტექნოლოგიური გამზომ-ანალიტიკური ხელსაწყოებით. აღნიშნული იძლევა საშუალებას მაღალი სიზუსტით განისაზღვროს გარემოს სინჯებში სხვადასხვა პარამეტრების შემცველობა. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად, რაც მიუთითებს მის ტექნიკურ კომპეტენციასა და საქმიანობაზე თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.